იმისათვის რომ მივიწყნო რაღაც სხეულის არსებობა, ამისთვის ის უნდა დაინახო. ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმებით ამ სიტყვებში, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ხანდახან რო დაინახო სხეული, ამისთვის ის უნდა იწმო. ეს სიტყვები პირდაპირ შეგვიძლია ღმერთს დავკავშიროთ რადგან სწორედ მისი წმენაა, რაც მას აგვანახებს. მაგალითად ასე თავს მოვუყვეთ. მოვიდა შენთან ადამიანი და გითხრა, შენ წინ დევს პასტა. დაიხედები და ამ პასტას ვერ დაინახო. შესაბამისად, მას არ დაუჭერებ. მაგრამ თუ იგივე ადამიანმა გითხრა, რომ შენს გარშემო არის ჰაერი, გაიხედებ მარჯვნივ, დაინახო სახლებს, გაიხედებ მარცხნივ, დაინახო კარებს, გაიხედებ ქვევით, დაინახო მეებს, ჰაერს ვერ დაინახო. თუმცა მას მაინც დაუჭერებ, რადგან იცი, რომ ჰაერი შენ გარშემოა და მისი არსებობის ხსნას. ზუსტად ასე არის ღმერთიც, რადგან ის მუდამ შენთან არის, მუდამ შენ გარშემოა, მუდამ დაიხურებს. მაგრამ თუ არ ირწმუნე, მას ვერ დაინახო. მრავალმა მეცნიერმა ცადა სამყაროს კითხვებზე ისე გაეცა პასუხი, რომ მისი არსებობა უარყოფს. მაგრამ ისინიც კი ინდასტრამდე მივიდნენ, რომ სამყარო არაფრისგან შეედინა. საბოლოოდ ვიტყვი იმას, რომ არ არის აუცილებელი დაინახო ღმერთი, რათან ის ირწმუნა. თავარია ჩაიხედო გულში და მას იკიპო.